შვიდობა დიდება იესო ნაზარებელს. აქ რაღაც სხვანაირად აქ იესო აწერია. იესო დიდება ამ სახელს. დიდება ჩვენს უფალს. ესე იგი შენ შემოხედი ხო და ხედავ. მომილოცავს. ცოცხალი ხარ. გაგვიზებულ ხარ. შენი სიცოცხლე გაგზელებულა. მადლობა უთხარი იესოს. თვალები რა გაახილე. მადლობ ბოდიში. ო ჰალელუია, დიდება იესოს. ისიც რა არის მეგობრებო, ახლობლებო. ამ დილას Facebook-ში ძალიან ახლობელი კაცი. საერთოდ ასე არის. ადამიანი რო გადადის ამ ცხოვრებიდან, მაგრად გტკივა. გული როცა საყვარელი ადამიანს კარგავ, თითქოს გული არ იყურნება. დრო რაღაცას შეიძლება გაიცინოს ვიღაცამ, შეიძლება კიდევაც წლების მერე გაიხაროს ვითომ და მაგრამ მის გულში ისევ ის არის. სინაკლები, აკლია ის. და ვწუხვართ, მაგრამ ყველაზე უფრო სამწუხარო ის არ არის, რომ ის ადამიანი წავიდა. ყველაზე უფრო საფიქრალი და სამწუხარო ის არის წავიდა ის კარგ ადგილას. ვიღაცა რო ხდება ციხეში, არავის არ უხარია. ყველა წინს დედას, მამას, დევს, მეგობრებს, მაგრამ მედი არის ღმერთის შეიწყალებს და გამოვა. მაგრამ თუ კაცი ერთხელ წავიდა სულიერ სამყაროში, სადაც ღმერთს არ უნდა და ცუდი ადგილია, ისაა სამწუხარო. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ. ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, უცნობი, ნაცნობი, ყველას მოუყვეთ იესოზე. ასე რომ იესო თქვა, შეხედეთ როგორ გადათეთრებულან ყანები. სთხოვეთო ყანის უფროს და მოიძე სიტყვა როგორა ყანის უფროს რომ გამოგზავნოს ყანაში მუშები. იმიტომ რომ ყანა და ის არა, ეგ მართლა ხორბალი და იზაღას. აქ არის ხალხზე ლაპარაკი. თუ არ შეგროვდა, ჩამოვარდება, დალპება და განადგურდება. ასე ადამიანების. როდის შევიგნებთ ამას? როდის შევიგნებთ მეც და თქვენც? მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ გვიხსნა უფალმა. გადარჩენა გვაქვს, გიკავია ხელში და ამ გადარჩენას გაფრთხილება სჭირდება. ბოლომდე წაღება სჭირდება. იესო თქვა, ვინც ბოლომდე მოითმენს გადარჩება. პავლე თქვა, რწმენა შევინარჩუნე. შენარჩუნება სჭირდება. სხვებზე წერია, მათი გემი, რწმენის გემი დაიმსხვრა. ისა სულიწმინდა წერს გამოცხადების წიგნში, ვინც გაიმარჯვებს, ვინც ასე იქნება, თუ არადა არა ამოშლის სიცოცხლის წიგნიდან. არა ამოშლი ნიშნავს, არის შანსი ამოიშალოს. მე არავის არ ვაშენებ, უბრალოდ ასეთია ეს. ბრძოლის ველზე ვარ, ბრძოლის ველზე. კაცი ყველაფერს უნდა ელოდოს. თუ მაგალითად ხო არის ეს გადარჩენის ჩაჩქანი, რწმენის ფარი, მახვილი, ყველაფერი მუზარადი, ფეხსაცმელი, ყველაფერი შუბი. რატომ არის ეს? ახლა არ დაიხურის მუზარადი თავზე. რატომ მოგცა ღმერთმა ეს მუზარადი? იმიტომ რომ არავინ არ დაგჭრას. შენი გონება დაფარული იყოს. რომ შენი გონება ქრისტეს სიტყვებით იყოს სავსე. რომ მოვა სატანა უნდა ეწინააღმო შენს გონება, შენი თავი გონება უნდა იყოს დაფარული. იმიტომ გჭირდება მოგცა ღმერთმა ეს მუზარადი, რომ დაიფარო. აბა არ დაიფარო, არც კიდე, არც ეს კიდე, არც ის კიდე და თქვი, ვსე გადარჩენილი ვარ და დალივალი. ნახავ იმასას. არა ეს სწორი. რასაც ღმერთი გვაძლევს, იგი საჭირო არის. საომარი იარაღები იმიტომ მოგცა უფალმა, რომ ომის ველზე ვცხოვრობთ. იმიტომ რომ პავლე ამბობს, ჩვენი ბრძოლა არ არისო სისხლის და ხორცის წინააღმდეგ.
რუსები და ვიღაცები და ჩვენი ბრძოლა არ არის ხორცის და სისხლის წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლა არის ბოროს სულთა წინააღმდეგ. დემონების წინააღმდეგ, ცუნებების წინააღმდეგ. ჭინკების და უწმინდური სულების წინააღმდეგ. და ამიტომ ბრძოლაში ვართ, ბრძოლის ველზე ვართ. და ბრძოლის ველზე ყველას თავისი საომარი იარაღი უნდა ქონდეს და რა არ დავიწყეს სულ ამ მქონდეს მხედველობაში. კარგი. ერთი რაღაცა მინდოდა, მაგრამ ოკეი. ერთ რუსს მას შევპირდი. საგალობლოს, მაგრამ მეორე ჩავწერ. როგორ ახარს მოუფრიდონ? ნარუშვილი. ხო გახსოვს ბავშვობა, ახალგაზრდობა? შეკურთხეულო, უფალმა გაკურთხოს ფრიდან. დაგჯერჯათ. პავლე თქვა, სარბიელი განლე, რწმენა შევინარჩუნე მომელის სიცოცხლის გვირგვინი. აბას მეგობრებო, გისურვებთ ამ რწმენის შენარჩუნებას, ამ გზის ბოლომდე გასვლას, то есть გზისა დღე გავიარო და მე ხვალ გაგვითენდება, ხვალაც გავიარო და ასე მივალთ იმ ერთ ბოლო დღემდე. და ვინც იესო თქვა, ბოლომდის მომთმენი გადარჩება. კიდევ ერთ სიტყვად ერთაზე გავიქცევი მე. ერთმა ინტერნეტში ძალიან პოპულარულმა პიროვნებამ თქვა, რომ გადარჩენა არის უპირობო. ალბათ მიხვდებით ვინც ეს ვამბობ. გადარჩენა არის უპირობო. აი როცა ვიღაცა ეტყვის მე უპირობოდ მწამს გადარჩა, უხარია. მაგრამ ძველ აღთქმაში, მაგალითად ლაპარაკობ, დავიწყოთ ძველი აღთქმით. ძველ აღთქმაში თუ გახსოვთ, ღმერთი ამბობს, თუ გააკეთებ დაიცავთ ასე და ასე, გაკურთხებთ. თუ არ გააკეთებ ასე და ასე, არ გაკურთხებთ. წყეული მციქნები, რომლით ავიე სტაროზაკონია, მეორე რჯული. ახალ აღთქმაში, ძველ აღთქმაში არ იყო უპირობო. კაი, ვიღაცამ შეიძლება თქვას ეს ძველი აღთქმა იყო და ოკეი. ახალ აღთქმაში იესო ასე ამბობს. ის სიტყვები რო თქვა იმ პიროვნებამ, მე უცბად ამომიტივტივდა ეს მუხლი. მარკოზის ბოლო მუხლები. იესომ თქვა, ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება. აქ არა უპირობა, აქ პირობაა. გადარჩება, ვინც ირწმუნებს, იმას შეიძლება თქვა, მე ვირწმუნე და გადავრჩი. იქ კიდევ არის მოინათლება. რა არის ნათლობა? ნათლობა არის შენ პირობას აძლევ ღმერთს, წმინდა სინდისით ემსახურო მას. აქ არის უპირობო. არა. პავლე როგორ ამბობს წერილებში? ვინც ასე და ასე იცხოვრებს ხორცილი საქმეებით, კიდევ ერთხელ გეუბნებითო ეუბნება გალატელებს. სასუფეველს ვერც ნახავთ. ეს ეკლესიას წერს მორწმუნეებს. ყველა დააგვირდით, თუ უპირობო არის გადარჩენა. გადარჩენა არის უსასყიდლოდ. უპირობო არა იქ, უსასყიდლოდ. არაფერი არ გაგაკეთებელი. გადარჩენა შენია. მაგრამ ამ გადარჩენას კიდევ პირობა უდევს. იესომ თქვა, ვინც ირწმუნებს და მოინათლება, მაშინ თუ ვირწმუნე მე იესო რა თმინდა ნათლობა, ხო? ეს ხო პირობაა? აი ამ პირობაში დევს ვინც ირწმუნებს და მოინათლება. ძველი კაცი მოგდება, ახალი კაცი ამოვა წყლიდან. პირობას მისცემ ღმერთს. პეტრემ თქვა, მე არ მithქვია, მოსიღული პეტრე ამბობს, ნათლობა არისო პირობის კეთილის სინდისით ღმერთისადმი მსახურება. შენ კეთილის სინდისით პირობას აძლევ ღმერთს, გემსახურები უფალ. შენი ვარ, всё, მე დავადექი ამ გზაზე. მე მწამს რომ იესო ზეღმერთისა არის. მე მწამს რომ იესო ჩემი მხსნელია. всё, გავდივარ ბოროტების და სატანის წინააღმდეგ. ვინაიდან ჩემი ბრძოლა არ არის ხორცის და სისხლის წინააღმდეგ, არამედ ბოროს სულთა წინააღმდეგ. ვიხადაგებ, ვილაპარაკებ, დავამოწმებ, არ შემსხვება, ცოდვაზე უარს ვიტყვი, დავეცემი ავდგები წინ წავალ, ქრისტეს სისხლი გამწმენს. ეს არის პირობითია ეს. გამოცხადებაში სულიწმინდა რას ელაპარაკება ეკლესიებს?
სულ სხვა მინდა და რას არ ვლაპარაკობს, სულ სხვა ვლაპარაკობს. გამოცხადებაში რას წერს ბოლოს? ვინც გაიმარჯვებს. არა, მოდით. კაი, რაც არის, უკვე შევყევი და წავიდეთ. გამოცხადების მეორე თავში პირველ ეკლესიას წერს, ვიცი შენი საქმეები. რატომ წერს სულიწმინდა ეკლესიას, ვიცი შენი საქმეები? რატომ არ ჩაწერა, ვიცი შენი რწმენა, კაი ბიჭი ხარ, კაი გოგო ხარ, ყოჩახ, დაგჯერჯად. რატომ ლაპარაკობს ყველა ეკლესიას, 7-ვე ეკლესია ასე წერს, ვიცი შენი რწმენა კი არა, საქმე. იცით რატომ? რწმენას აუცილებლად როგორც ჩრდილი, ასე დაყვება საქმე. არასწორია, როცა კაცი საქმეს აკეთებს თვითონ რწმენაში რომ ჩაეთვალოს. ესა რელიგია. მაგრამ თუ კაცი ირწმუნებს, მას ავტომატურად გამოუვა ის საქმეც. აი მაგალითად მე ვირწმუნე იესო, ესე იგი სიყვარული შემოვიდა ჩემში, რაღაც დაიარა იქ, მოაწესრიგა ყველაფერი ჩემს გონებაში, სულში და ვხედა ვიღაცას უჭირს. და მე არ ვიტყვი. მე ქრისტიანი ვარ. მე პირობა მივეცი ღმერთთან. რა მანახა კაცი ეს კაცი. ხადაგი ერთუთ ასაკ. ისიც თხოვს. სიცივეში კანკალებს აქ. ქრისტიანი ვარ და გავიხადო უნდა ერთი და მივცე უნდა. და მე ანდა კურტკას გაიხდი და მისცემ, ფულს მისცემ და მე ფიქრობ და რამ გამომასულილა კაცო, რა თუნდა ახლა იმას კურტკა. მაინც ხო ცოცხალი იყო. რა ისი სიყვარული არ ნანობს. სიყვარული სიხარულით აკეთებს ყველაფერს. რატომ? ასია როგორც სიყვარული თავის თავად ელოლიავება და იხარჯება სხვისთვის ცხოვრობს, ასე არ რწმენას. ნამდვილ ცოცხალ რწმენას საქმეები აქვს ჩრდილივი დაყვება მას. პავლემ რა თქვა? ბიბლიაში რა წერია? რწმენა, რომელიც მოქმედებს სიყვარულით. რწმენა არა ის პასიური. გაშტრენგინებული გოჩიკინაფი ვარები რწმენა. რწმენა ცოცხალია, მოქმედებს. ასე წერია სულიწმინდას ჩაწერა. რწმენა მოქმედებს. დვიჟიცა. დვიგაეცა, რწმენა მოქმედებს. როგორ? სიყვარულით. სიყვარულია მისი ბენზინი. იმიტომ რომ მას უფალი უყვარს და ამიტომ უფლის შექმნელი კაციც უყვარს. ის ეცოდება უყვარს. ავტომატურად მოქმედებს იგი. მას არ შეუძლია არ გააკეთოს რწმენას. ამიტომ წერია, ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა ეს ის. მაგრამ მაგ შენ საწინააღმდეგო რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. გაიხსენე საიდან ჩამოვარდი? პირობითია, არა პირობითი. მოინანიე. თუ არ მოინანიები, იმპუ, ვი ამას მეგრულად. თუ არ მოინანიებ, მოინანიო და აკეთე შენი პირვანდელისა. თუ არა, მალე მოვალ და გადავწევ შენს ლამპარს. არ იქნები ეკლესია. თავისი ადგილიდან და ისევ იმეორებს. თუ არ მოინანიებ. მე რა წერია ბოლოს ყოველ ეკლესიის ბოლოს? ვინც გაიმარჯვებს. იესო ხო გაიმარჯვა კაცო, მე რა თქმა უნდა გამარჯვება. გამარჯვება შენი. უპირობო არა ეს, ვინც გაიმარჯვებს. ხა ისე როგორ არის? ჩემი გავიმარჯვე. რა? შენი ძალის ხმევა გჭირდება შენ. აბა იჯექი. გადარჩენილი ვარ. სვენი გაგები, აბა ჩემ მამზემ. იმათ უთხრა, ასეთებს უთხრა იესომ. უფალო. ვიღაცამ თქვა ეს ურწმუნეები იყვნენ, არა. ესენი იყვნენ, ვინც უფალს უწოდებდა იესოს. ესენი იყვნენ, ვინც იესო ქრისტეს სახელით ეშმაკეს დევნიდნენ. ესენი იყვნენ, ვინც წინასწარ მეტყოლებდნენ და მრავალ სასწაულს ახდენდნენ იესო ქრისტეს სახელით. ესენი იყვნენ, რომელიც ლოცულობდნენ უფალო, ჩვენო მხსნელო, ალელუია.
და ისინი გაუბედავენ იესოს, უფალო. რას მელაპარაკები, რას გვი? შენ ჩვენი უფალი ხარ. იესო ეტყვის, არ გიცნობდით. რას ქვია არ მიცნობდით? ხო შენ ხო თქვი ჩემი მორწმუნე გადარჩება, ხო მიგირწმუნე? რა არის ახლა? უკან მიგავს უფალო სიტყვა? არა შვილო. მე უპირობა არაფერი არ გამიკეთებია. მე გადარჩენაში გაჩუქი, მაგრამ ამ გადარჩენაზე ბოლომდე ჭირდება წაღება. შენარჩუნება. იესომ რა უთხრა იმ ქალს? გეპატია შენი წოდები. წადი და აღარ შესწოდა. ხო და იქ მიზეზი იყო, რატომ უთხრა იესომ არ გიცნობდით? ურჯულეების მოქმედნა. რა არის? ახალი ათვით იოანე მოციქული ამბობს, ცოდვა ურჯულეება არის. ასე წერია სიტყვა სიტყვით. ცოდვა ურჯულეება. ესე იგი ამით რა თქვა იესომ, რომ ის ხალხი, რომლებიც იესოს სახელით ეშმაკებდნენ, სასწაულებს აკეთებდნენ და ასე და ასე და ასე და ასე და უფალს უწოდებდნენ და უგალობდნენ დარწმუნებული ვარ, აი ესენი თურმე ცხოვრობდნენ ცოდვებში. სიწმინდეში კი არა. ხო წერია წმინდანი გადარჩება. წმინდანი კვლავ წმინდანობდეს. ისინი რეცხავენ თავიანთ სამოსელს. რა თუნდა გარეცხვა თუ ერთხელ გაგირეცხა იესომ და всё, ჩაგაცვა და всё. თავი ქუჩი გაქვს. რეცხავას იმიტომ ჭირდება რეცხვა, რომ სადღაც გაჭუჭყიანდა იგი, სადღაც დაისვარა და ის თავს იცავს. ყველა ეკლესიას ასე ელაპარაკება. ვიცი შენი საქმეები, ეს და მეორე ეკლესიის ბოლოს, ვინც გაიმარჯვებს. ეს შენი ის არის მხარე. უფლის უფალმა თავისი გააკეთა, ხა შენი გასაკეთებელია გამარჯვება. ჩემპიონი უნდა გახდე. პერგამოს ეკლესიას ასე იწყებს, ვიცი შენი საქმე, რწმენა არა, არსად არ უზგია ვიცი შენი. ჯერ საქმე და მერე რწმენა. ვიცი შენი საქმე. ბოლოს რა? ვინც გაიმარჯვებს, მივცემ. რაღაც ახსმები ეგ ბევრი. თეატრის ეკლესიას ვიცი შენი საქმენი. ბოლოს არსებობა, ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე იცავს ჩემს საქმეებს. საქმეებს. გამარჯვება თქვენი. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე, თავიდან შუამდე არა, ბოლომდე იცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ძალაუფლებას და ასე შემდეგ. სარდის ეკლესიას ვიცი შენი საქმენი. რომ გაქვს სახელი. აურე. თითქოს ცოცხალი ხარ. შენ კი მკვდარი ხარ. გადავთ? ცოცხალი გონი იმ კაცს ავის არის და ღმერთის თვალში მკვდარია. მე რეუბნება იფხიზლე გაამაგრე დანარჩენი სიკვდილთან ახლოს მყოფნი, ვინაიდან ვერ პოვე რომ შენი საქმენი წმენა რო თქვია იქ უფალს, ვიცი რომ შენი საქმენი სრულყოფილი არ არის ჩემი ღმერთის წინაშე. ეს უფალი იესო ამბობს. ამიტომ გაიხსენე, როგორ მიიღე და მოისმინე, თავიდან როგორ ირწმუნეო იესო. მე მირწმუნეო, შეინახე და წითლად მოინანიე. და თუ არ იფხიზლებ, ეს პირობითია. უპირობა არა ეს. თუ არ იფხიზლებ, მოვალ როგორც ქურდი და ვერ გაიგებ რომელ ჟალს მოვალ შენზე. და უყურე რა საოცრებას და საშინელებას ამბობს სული წმინდა აქ. სარდეს ეკლესიას წერს უყურე რას. სარდეში ყავს რამოდენიმე კაცი. ეს ეკლესია კაცი სხვა რა ეს დამაშნიო ჯგუფი. პატარა. ეს ეკლესიები მაშინ დიდები იყვნენ. ასობით და ათასობით იყვნენ. კაი, თუნდაც ყოფილიყო 50 რამოდენიმე კაცი. რომელთაც არ წაბილწეს თავიანთი სამოსელი და ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ისინი ღირსნი არიან. რა არის მე? უღირსი ვარ? იესო ხომ მოკვდა, ხო დაღორა წმინდა სისხლი. გადარჩენა ხომ არ რასია ღირსი, უღირსი. რასა უფალო რომ ელაპარაკები? აკერ. გაახილებ თვალები და დასკვიდე ყურები. გასლაპარაკობს სული ეკლესიებს. ეკლესიას წერს, იქ ყავს რამოდენიმე კაცი. თელ ეკლესიიდან რამოდენიმე კაცი
ჩემთან ერთად ივლიანო ვინაიდან მათ არ წაბილწეს თავიანთი სამოსელი წმინდა ცხოვრობდნენო და ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში ვინაიდან ხირსნიარია და მერე წერს ვინც გაიმარჯვებს ეს უპირობო არა ეს პირობითია ადაუყურე ვინც გაიმარჯვებს ჩაისვამს თეთრ სამოსელს ხედავთ კი მაგრამ იესომ ხო თქვა ახსოვდა გაიმარჯვა იესომ გაიმარჯვა ახლა შენ უნდა გაიმარჯვა სული წმინდის ძალით და მოქმედებით და დახმარებით ჩაისვამ თეთრ სამოსელს და მის სახელს არ ამოშლი სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე რას ლაპარაკ რატომ იხმარა ეს ფრაზა იესომ არ ამოშლი ხო შეიძლება თუ რამე ამისანა ვარიანტი არის რომ შეიძლება რომ ამოიშალოს და ამოშლის ვარიანტი რო არ ყოფილიყო ვაფშე რატომ იხმარა ეს სიტყვა მის სახელს არ ამოშლი თუ ამისანა საერთოდ ვარიანტი არ არსებობდა ზესაში იესო ამ სიტყვას არ იხმარდა შეიძლება იესომ რა თქვა ბოლომდის მომთმენი გადარჩება იქ არ უთქე იესოს ვინც მოითმენს თავიდანვე გადარჩება ან შუამდე ბოლომდე ფინიში იპოლიტე ხვიჩის არ უნდა ფინიში მაგრამ ჩვენ გვინდა ფინიში არ მინდა ფინიში მაგრამ ვინც ფინიშამდე მივა ბოლომდე მომთმენი გადარჩება შემდეგ ფილადელფიის ეკლესიას ვიცი შენი საქმენი და ბოლოს ვინც გაიმარჯვებს ლაოდიკიის ეკლესიას ვიცი შენი საქმე სადმე ნახეთ აქ ვიცი შენი რწმენა მაგარი ბიჭი ხარ არ ცივი ხარ არ ცხელი ხო ისეთ ის ორნეტა ცივი იყო ან ცხელი რა კი თბილი ხარ პირობითია ეს პირობითია ეს არა უპირობო იმიტომ რომ არ ცხელი ხარ არ ცივი ხარ და ნელთბილი რო ხარო რაწერია ამოგანთხევ ესე იგი ჩემგან მოგისვლებო შორს არა გიქნებაო წილი ჩემში ეს პირობითია ხალხო ო ნეტავ ცივი იყო ან ცხელი ღმერთი ნატრობს ვინაიდან შენ ამბობ უყურეთ აღიარება თქვით მე გადარჩენილი ვარ უპირობოდ გადაგარჩინეთ ღმერთმა შენ ამბობ მე მდიდარი ვარ გადარჩენილი ვარ გამდიდრდი არაფერი მაკლია და ღმერთი ამბობს ის კი არის რომ უბედური ხარ საცოდავი ხარდაკი ბრმა და შიშველი იმკაც ვიღაცას თურმე ეგონა ვინა ეს ლაოდიკიის ეკლესიას და მის ხუცეს აი ეს ამბობს იესო ეუბნება შენ ამბობო შენი აღსარება არისო მე გადარჩენილი ვარ სულ უგასვათ ფეხაზე მყიდია თქვენ რას ამბობთ პირობითი უპირობა всё ყველა გადარჩენილები ვართ შენ ამბობ მდიდარი ვარ გამდიდრდი არაფერი მაკლია აღიარება აქვს იმას ამისანა ყველაფერი იმას გადარჩენილი ვარ ზესაში დამჯდარი ვარ ის კი არის რომ უბედური ხარ სასოდავი ხარ ღატაკი ბრმა და შიშველი და უფალი ამბობ მე გირჩევ ვიყიდო ჩემგან იყიდო რა არის ფასი გადაიხადო და ბიზია უფასო გადარჩენა იყო მაგრამ აქ შენი დალშე ცხოვრება ეს შენზეა დამოკიდებული ახლა არ მითხრათ რომ გადარჩენა უფალს ეკუთვნის და ყველაფერი უფალს მაშინ რა სადა აქვს სიმართლე სადა აქვს სამართალი ღმერთი რა უსამართლოა არა გირჩევ ჩემგან იყიდო ფასი გადაიხადე ცეცხლით განწმენდილი ოქრო ეს კურაში გაგატარებო რომ გამდიდრდე და თეთრი სამოსელი რომ ჩაიცვა და აღარ ჩანდეს შენი შიშიშვლე და თვალის მალა მოწაისვავო ეს ყველაფერი საკედი იქნებაო ჩემგან
რომ წაისვა თვალებზე რომ ხედავდე, ბრმა ხარო უთხრა. ამას იმიტომ გეუბნებიო, რომ ამ ამბობს, ვინც მიყვარს იმას უამხელ, წვრთნი და ეშურე, რომ რაქნაო მოინანიე. პირობითია ბატონო ჩემო ეს. აი კართან მდგავარ და ვაკაკუნებ. არადა ეკლესიაში შიგნიდან ამ ეკლესიას გონია რომ შიგნით ყავს იესო. უმღერიანი ჰალელუია დიდება შენ და დიდება ჩვენო მხსნელო უფალო ჰალელუია გვიყვარხარ იესო. და იესო წერს აი კართან მდგავარ და ვაკაკუნებ. ეკლესია გამიხეთ კარი. გარეთ ვარ, გარე შიგნით კი არა, გამიხეთ კარი. ვინც ესა მდგავარ კართან ვაკაკუნებ, თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გააღებს კარს, შევალ მასთან. ამას ეკლესიას წერს, ცოდვილებს კი არ წერს ეს. და მე ამბობს, ვინც გაიმარჯვებს, მივცემ. ვინც გაიმარჯვებს, პირობითია. მივცემ დაჯდეს ჩემთან, ჩემს ტახტზე, ისევე როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ისევე როგორც მე გავიმარჯვე. დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. იესომ თქვა, ვინც ირწმუნებს და წყალში მოინათლება, გადარჩება. გადარჩენას აქვს პირობითი. უპირობო არ არის. თუ ასე გააკეთებ, ასე გიზამ. ასე არ გააკეთებ, ასე არ მიიღებ. ასე რომ ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. დიდება გქონდეს უფალს, მე მომიტევეთ უფალმა გააკურთხოთ, დაგლოცოთ, ასე რომ ჩვენ გვაქვს მებოდადებო გადარჩენა, მეგობრებო, ვინც მოინანიებთ, ვინც უფალს ირწმუნებთ, გექნებათ გადარჩება 1,000,000%. მაგრამ ამ გადარჩენას გაფრთხილება ჭირდება. შეინარჩუნო და გაუფრთხილდე უნდა თვალით ჩინივით. არავინ არ მოხტაცოს. კარგად შეინახე, მოუარე, არ დაგივარდეს, არ დაგავიწყდეს, რაღაცე მარგა გიდაცოს და ვინმე არ მოყვაროს სატანა. ამიტომ დიდება უფალს, მადლობა უფალო, მადლობა ჩვენო ზეცირო მამაო, მადლობა ჩვენი გადარჩენისათვის, მადლობა რომ ისე შეგვიყვარე, რომ შენი საყვარელიზე გამოგზავნე ჩვენთვის. მადლობა უფალო იესო, რომ ჩვენთვის იტანჯე, ჩვენთვის წმინდა სისხლით დაყვარე და ხსნა და გადარჩენა მოგვეცე და გამოგზავნე სული წმინდა, ჩვენი წინამძღოლი, ნუგეშემცემელი, მასწავლებელი. და გთხოვ უფალო, შენი სული წმინდი დაგვეხმარე. გავიდეთ ბოლომდე მოვითმინოთ, ბოლომდე წავიღოთ ეს ჩვენი რწმენა. როგორც პავლე მოციქულმა თქვა, ჩვენც ვთქვათ, რომ სარბიელი გავიარე, რწმენა შევინარჩუნე და მომილისო დიდების გვირგვინი. ღმერთო, დაგვეხმარე მამაოზე ცირო, დაგვეხმარე ყოველი დღე ჩვენთვის იყოს წმინდა. უფრო წმინდა ვიდრე გუში. დაგვეხმარე უფალო, ვიყოთ ისეთები, როგორც შენ გინდა. ამიტომ ჩვენმა რწმენამ ჩვენი საქმეების გამოიღოს, რომ შენ ჩვენი საქმეებითაც იყო მაყოფილი. ვინაიდან რწმენა მოქმედებს სიყვარულით, გვიმრალის სიყვარულით, შენდამი და მოყვასისადმი. იმოქმედე, გვასწავლე, გვამხილე, შეგვაგონე, დაგვარიგე. რომ სადაც მოსანანიებელი ეგ მოვინანიოთ და სადაც გამოსასწორებელი ეგ გამოვსწორდეთ. მივიღოთ მხილება და ყველაფერი. დაგვეხმარე უფალო. შენი წმინდა სახელით, შენი სული წმინდის ზალით და მოქმედებით. ამინ. უფალმა გაგურთხოთ, დაგლოცოთ, აბა ჰე და აბა ჰო. აბა, კარგად. უფალმა გაგურთხოთ. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება 100%.